თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დაღუპული თანამებრძოლების დედებს დედის დღე მიულოცეს. ჯარისკაცებმა მათ ყვავილები და თავდაცვის მინისტრის სახელით მისალოცი ბარათები გადასცეს. ნამდვილად სასახელო შვილი მყავს, მიდარწმუნებული ვარ ამაში და მიხარია მისგან რომ მოდის ვიღაცა ფორმით. საერთოდ ეს ფორმა ძალიან მიყვარს. დიდი მადლობა ამ ყურადღებისთვის. ყოველთვის მაქვს ეს ყურადღება თქვენგან. თავდაცვის სამინისტროს დიდ პატივს ვცემ, იმიტომ რომ არ ავიწყდებათ ჩვენი გმირები და მისი დედები. მთელი არსით მე თავდაცვის იმედად და ჩემი ჯარის იმედად ვარ. ესედმეტი სიტყვები არ არის. კიდევ ერთხელ მიულოცავ ჩემ დედებს ამ დღეს. დღეს თავდაცვის სამინისტროდან მობრძანდნენ და გამილამაზეს დღევანდელი დღე. უსურვებ დედებს ჯანმრთელად ყოფილიყვნენ, გალაღებულები, გახარებულები და უფლისნება ქონოდათ. არ გვტოვებენ უყურადღებოდ, სულ მოდიან ჩვენთან. გვილოცავენ ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ახლა შვილი დავგარგე. მაგრამ ძალიან სასიამოვნოა უყურადღებოდ არ აგვტოვებენ არასოდეს. ყველანაირად გვერდში მიდგანან დაწყებული თავდაცვის მინისტრიდან დამთავრებული თითოეულ ჯარისკაცს მინდა მადლობა გადაუხადო. ერთადერთი შვილი მყავდა, ერთადერთი ვაჟკაცი. მწარია დედისთვის, რა ვიცი, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, მაგრამ მიამაყება. მიულოცეთ 3 მარტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სამშვიდობო მისიებში დაღუპული ჯარისკაცის დედებს. უსურვეთ გამძლეობა, მხნეობა, დიდხანს სიცოცხლე.